2026 წლის ჩემი პირველი მოგზაურობა მე მილიარდჯერ მილანში ჩამოწ ლუკასთან მარტო ერთი მიზეზით რომ მოვინახულო ის და შემდეგ გადავიდე იმის კონცერტზე და ავიხდინე კიდევ ერთი ჩემი ოცნება. ამჯერად ორ დღეში მივდივარ თეიმი ბალას კონცერტზე, რომელიც არის ქალაქ ტურინში. აქ ჩამოსასვლელად დამჭირდა ალბათ ერთი 15 საათი, იმიტომ რომ ქუთაისიდან მომიწია წამოსვლა და აღდგომის პერიოდია, ისიც სასოფში ვიყავით და მერე გაფიცვა იყო აეროპორტში რის გამოც 2 საათი და 20 წუთი ვიყავი პასპორტ კონტროლზე, შემდეგ მატარებლით სანამ მივედი ლუკას სახლამდე, იქაც გაფიცვა იყო და მომიწია ორჯერ გამოსვლა ტრანსპორტის და არ ვიცი რანაირად მოვახერხე, მე მგონი არ მეტყობა რომ დღენახევარი არ მიძინია და ფშიერ მწყურვალი ვარ უკამაჭამა, მაგრამ მაინც ლუკა არის საოცარი შეფი. სანამ ჩემი ბლოგი დაიწყება, მინდა რომ ეს თემა ჩავაკვა, ხო, რომელიც აკეთებს, აი, არ ვიცი, შეუძლია კვერცხი შეწვას და ისეთი გემრიელი იყოს, რომ მთელი ცხოვრება ამ კვერცხს მისდირო და მოგვიანებით. ახლა თვითონ არის უნივერსიტეტში, მე მითხრა რომ დარბაზში მივდივარ, მე გადავწყვიტე მებოდიალა ცოტა, აღარ ვიცი აქ რა შეიძლება დავთვალე, რომ ხოლმე გადავდივარ ვერონაში, ზედ გადავდივარ ტურინში, ერთი დღე ვარ ისევ მილანში. იმედია მოვახერხებ და ამდღიანი პაუზის მერე ნორმალურად გადავიღებ რა ხდება. Wat gaat het hebben? Eza şişema mekeben. Eza şişema mekeben. Hani bakıbi. Masaynet böyle. Masaynet böyle. Kahve biz canız. Sagan şavi kondak ilebi. დილით გავიღვიძე, გავემზადე, დავეჭექი ფლიქსბასის ავტობუსს და 3 საათში აღმოჩნდი ვერონაში. ვარ მარტო. დავდივარ. ფეხებზე ისეთი გიჩერს უკვე რომ არ ვიცი, ცოტა პერიოდულად მეტირება ხოლმე და ვჩერდები რომ ესე ვიგილო. მე მახსენდება რომ ქერი ბრედშო ამაზე ორჯერ მაღალ ქუსლებში ატარებდა მთელს ცხოვრებას და ხმას არ იღებდა. ვერონა არის ძალიან მომაზი, ოღონდ ძალიან ხალხმრავალი ახლა, ალბათ შაბათი დღე როა მაგიტომ და მე და ჩემი შტატივი დავდივართ აქეთ-იქით და ვიღებთ ფოტოებს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რაღაცნაირად კომპლექსმა გადამიარა, რომ სადაც არ უნდა ვიყო, აქ ფოტო მინდა, აქ ვიდეო მინდა და დასრულდა, გაშალე ეს შტატივი, დაიჭირა ეს პულტი ხელში და რაც კიდე ის გადაიღე. ვიღაცები ძალიან გაკვირვებულები მიყურებენ, ოღონდ ვერ ხვდები, ანუ მარტო ვარ და ცოდო ვარ სხვა თუ არაფერი და მე შინი ვინმეს ტელეფონი მივცვა რომ არ მომპაროს მე და რა მოხდა ისე ორი ტელეფონით დავდივარ ორი ტელეფონი საიდანა ჩემით და აი ხო სამსახურის ტელეფონით დავდივარ ცოტა საშიშია რომ არ მოიპარო მაგრამ ძალიან მეხმარება იმიტომ რომ ჩემ ტელეფონში უამრავი ფოტო მაქვს ჩემ და არასოდეს ადგილი არ მაქვს 1 ტერაბაიტი მაქვს ნაყიდი და მაინც ადგილი არ მაქვს. ძალიან კარგია იტალიაში ყოფნა. ძალიან მადლიერი ვარ, მართლა მადლიერი ვარ, რომ მარტო მაქვს საშუალება ვისეირნო სიჩუმეში და სიწყნარეში, აუჩქარებლად რაღაცები დავათვალიერო და აი ვისი ამოვნავ და კიდე პლუს ამინდითაც, იმიტომ რომ თბილისში რაღაც კატასტროფა ხდება.
და მე დაგეგმილი მქონდა რომ მე რომ დავბრუნდები თბილისში, მაშინ გამოვა ამინდები და ის ჩემთვის ცუდი ამინდი აღარ იარსებობს, მაგრამ დღეს ამინდის პროგნოზს ჩავხედე და რო ჩავდივარ წვიმს და კიდე ერთი კვირა წვიმს და ძალიან გასაფრთხო წვიმს. აქ თუ ვიყიდი ტირამისუს, აღმოჩნდები შემთხვევით ჯულიეტას სასახლის თავზე. წარმოიდგინე არ მაქვს ჯულიეტას სასახლეში როგორ უნდა მოვხვდე უკვე იმდენი წრე მოვარტყი და ეს გამახსენდა რომ TikTok-ზე ვნახე და ხალოდები ვიღაც გოგოებს რომ სურათი გადაიღონ. და შევჭამ ტირამისუსაც. ცეცხლი გადმოვიდა. და აქ არის რუსული კათოლიკური ეკლესია, ახლა ვნახე Google Maps-ში და ძალიან მინდა შევიარო, იქნებ ღია იყოს და იქნებ ფილმი აღნიშნავდეს. ძალიან კაიფია. მე მგონია ეს არის, მაგრამ რაღაც არ გავს. მგონია მართლმადიდებლური ესეთი იყოს, მაგრამ ეს სადღაც აქვეა. 2-3 წუთის გზაზე მაქსიმუმ. მივედი და სარკმლები შენც არის. ძალიან კარგი, მაგრამ ვინ აღებს რომ? არა ვინ აღებს. კიდევ ერთხელ ვცდիր. ეკლესიის შენობაში არ არის. სახლს გავს. გარდან მიღებ. Starships were meant to fly, hands up and touch the sky. Sivarflix bus გაჩერებაზე წიგნს ვკითხულობ და ველოდები ჩემს ავტობუსს რომ წავიდე ტურინში. ეს წიგნი მირჩევა ხატია. ხატი არის ჩემი სამსახურის, ჩემი წეული სამსახურის ყველაზე ახლო მეგობარი და ცხოვრებაში ბესტიც, რომელიც ყველამ გასკიფა, იმიტომ რომ რატომღაც რაც დაუმეგობრდი, მაგ პერიოდში გადავწყვიტე, რომ აღარაფერი აღარ გადამეღო და ცოტა ნაკლებად socially active ყოფილიყავი. ხო და სულ მირჩევს უკარგეს წიგნებს. იმიტომ რომ თვითონ არის უკარგესი და თვითონ აქვს ყველაფერი საუკეთესო წაკითხული, მე მგონი რაც კი არსებობს და იმდანად კარგი ნაწარმოები მითხრა ყველა ჯერზე რომანი თუ რაც იყო, რომ აი ემოციურობისგან რო ტირი და არა იმისგან რომ დავუშვათ სატირალი sad ending-ი აქვს რა და ეხაც არ ვიცი ნახოთ ეს როგორი იქნება. ჩამოვედი ტურინში და არის ძალიან ცუდი ამინდი, აი ძალიან ცივა, მე კიდე ისაც კონცერტის დასწმელი მათშია ნახევრად. ერთი ბრეტელებიანი თუ არ შეგნით და ერთადერთი თვილი რაც გამოჩნია არის ჩემი პიჟამო. რომელიც სხვა შორს ძალიან ლამაზია გარეთ რო ჩავიცო, ჩემმა დამითხრა ეგეთი რაღაცებით ქუჩაში დადიხარ და ეს საწოლში რა დგინდაო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. მაგ პიჟამას იმედზე ვერ ვიქნები რომ გავთქვი, ამიტომ არ მგონია დავათვალიერე რომ დიდად ქალაქია, არ ვიცი. ბინა ვიქირავე კონცერტის სტადიონთან ახლოს. ჩემი მთელი გათვლა ის იყო რომ რადგან კონცერტი დაიწყება 9 საათზე და მორჩევა ესე პირველისთვის, მე ვერ შევძლებდი უკან მილანში დაბრუნებას. ან დამიძლებოდა ძალიან ძვირი და მაგ თანხის გადახდა სჯობდა რომ უბრალოდ სადმე მშვიდად დამეძინა და დამესვენა. ამიტომაც დროზე ადრე დავჯავშნა რაღაც ბინა, აი რენდომ ვიპოვე. დაახლოებით 350 ლარი მიჩნდება ეს ერთი ღამე და დაახლოებით 15 წუთის გზაზეა კონცერტის ტერიტორიიდან. იმიტომ რომ რანაჯად მარტო წავედი უკანა გზაზე, მეშინია ხოლმე.
გვიან რომ არის ღამე თან ჭლეტოა და ტრანსპორტშიც აღარ მომიწევს რაღაც არ ვიცი კლაუსტროფობიის დამარცხნა რომ მგონი ეგრეა სწორი ვიყინები მაგრამ გადავწყვიტე რომ ახლა სახლამდე ფეხით მივიდე ესე 40 წუთის გზა და როგორც მივხვდი ცენტრალურ ქუჩებს გავივლებ რაღაცებს დავათვალიერებ გუშინ ესეთ კარგ ამინდში ვიყავი ეს რაღაც ძალიან მცდაურია ცასაც კიდე ტყობა რომ აი ესეთ სოფერებში იყო ბერლინი როგორც ახლა არის ტურინი არ და ვიცი ტურინი ძალიან კარგია მე მგონი სხვა დროისთვის შევინახავ დათვალიერებას საგვარ იტალიაში რატო ვარ მაკდონალდსში ხო ყველაფერი დაკეტილია აბსოლუტურად ყველაფერი ეკლესიებიც კი დაკეტილია არაფერი ღიარია ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ მე მეგონა დაჯავშნილი მქონდა სასტუმროს ნომერი არ ვიცი რატო და ან მეორე ვარიანტი იყო რა ვიცი რაღაცა პატარა ბინა ერთი ოთახი და ჩემს სახლზე დიდ სახლში ვარ What the fuck? და ახლა უბრალოდ იმაში რა ქვია ტოპში და ტრუსში ეს წაბაწალილი ვარ ამ უზარმაზარ საწოლზე ჩემი საყვარელი პური მაქვს ნაყიდი ბანანი ნუტელა და პორტოყლის წვენი იმიტომ რომ არც არაფერი ღია არის ხო მართლა და მივხვდი რომ თუ გემრიელა ჭამა მაშინ ხალხურად ქართულად შედლების დაგვარად აი დილით სახში რას შევჭამდი ის უნდა ვჭამო საღამოს კიდევ კონცერტზე ვჭამო რამე იქნებ საერთოდ ჭამაზე არ ვიფიქრო ეხლა ცოტა ხანი უნდა დავისვენო და მე წავიდე აი მართლა ისეთი კომფორტულია ეს სახლი რომ ძალიან ცოტა მეკლია გავსკიფო და წავიდე არ წავიდე მოვიდა წასვლის დრო გავკეთოთ მაკიაჟი თან ვიჭოროთ შუბს ახედავთ რა მაქვს მაინც და მაინც აკლა მაგრამ არა უშავს მაგრამ რა გავაკეთო მათშია იგივე რაც დილით მეცვან დიდი სამბით ვიბანავე და მოწესრიგდი და ზუსტად იგივე დასწველი ჩავიცე ამას მოვიხსნი სავარაუდოდ და ყელსაბამის ვარიანტი მქონდა ჩემი დისგან მოპარული აი ეს და აშკარად რომ მოვიპარე მაგიტომაც არ უხდება ამ ტანსაცმელს ამას უხდება მაგრამ შარვალს არა და აი არ ვიცი ერთი პრობლემა რაზეც უკვე რამდენიმე დღეა ვფიქრობ და არ ვიცი როგორ მოგვარდება არ მაქვს ბილეთის ნორმალური სკრინი აი ეს ბილეთი მაჩუქეს და ვიყიდე მე თვითონ რა ადგილი ავარჩიე და მახსოვს რომ დავსკრინე და ერთადერთი სკრინი მაქვს სადაც ოდნავ არის დაფარული ის QR კოდი რაც უნდა დასკანერდეს ანუ ორი QR კოდი აქვს უბრალოდ სხვადასხვა ადგილზე არის განლაგებული ერთი და იგივე მაგრამ ვაი და ის QR კოდი ზედა მითხრან არა აქედან უნდა დავასკანო ბილეთი არ მაქვს სხვა არანაირი ფორმით არ ვიცი მეილზე რატო არ მაქვს ალბათ წავშალე ეგეთი რაღაცები იშვიათად მომდის და ყველა საინტერესო ისაა რომ Ticketmaster-ზე რო შევედი არ არის ეგ ბილეთი არის ერთადერთი Kanye West-ის ბილეთი რომელიც Reggio Emilia-შენ მეგიც იტალიურია მაგრამ ეგ ბილეთიც საერთოდ გადავყიდე და არ ვიცი, ანუ რომ ნერვიულობ იმის მაგივრად რომ აი თავში და რაღაც კარგად გავურბივარ სიტუაციას მგონია რომ აი მაგით უფრო მოგვარდება რომ დიდხანს არ მეცოდინება პასუხი და ეხა ფიქრობ რომ მალე წავიდე იყოს იქ მივიდე ადრე არა უშავს გავათენო თუ რაც არის მაგრამ გავარკვიო რამენაირად ამ სკრინით შევძლებ თუ არა შესვლას ძალიან ნერვია რა გავაკეთე არა შევალ მაქვს ბილეთი მაგრამ თან მეორე ვარიანტია რომ ეხა მეორე ვარიანტი კი არა კიდევ ერთი პრობლემა ახლა სულ რომ მინდოდეს Ticketmaster-ზე შესვლა ვერ შევდივარ იმიტომ პაროლი არ მახსოვს აღვადგინა პაროლი რაღაც დროებითი პაროლი მომცა მეილზე და აი ახლა ამის გარდა კიდე ტელეფონზე კოდი უნდა მოგივიდეს და შეიყვანო ტელეფონზე კოდი როგორ მომეო რომინგი არ მაქვს ჩართული ნუ ბოლო მაგას ვიზავ მაგრამ ვიცი რომ მანდ არ არის ჩემი ბილეთი სად არის ჩემი ბილეთი
ვიცი. ეს როუთის ფანქარი ძალიან ყავისფერია და მე ძალიან მიყვარს ყავისფერი ფანქარი. და რა ვიცი, ჩემ ბევრ მეგობარს უყვარს კიდე და ჩემსაც მოწონთ, მაგრამ არსებობს ქალი დედაჩემი, რომელსაც ეზიზღება და ერთხელ რომ მითხრა რომ საშინელება, იმის მერე ყურში ჩამესმის, რომ საშინელება და აი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, არა, დედამ თქვა ერთხელ რომ ცუდიაო და აი არ დაიხა ის რომ მოვუყვა გაეცინება და იგივეს მეტყვის საშინელებაო, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა ამ სახლში ყოფნა და მწყინს რომ ხოლდილით ადრე მილანში უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ მარტო რო არ ცხოვრობ ადამიანი, მე ესეთ გარემოში მოგწონს თუნდაც რამდენიმე საათი ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად რა ვიცი, არაფრის გაკეთების უნარი არ გქონდეს, მაგალითად მე გაუთხოვება არ ვიცი და საერცხის მანქანის ხმარება და ასე შემდეგ, მაგრამ მაგით რაღაცებს ხო სიტუაციურად სწავლობ. ეხლა ვიჭორავთ Tame Impala-ზე, ვიჭორავთ ჩემს vlog-ზე, რომელიც დიდი ხანი არ დამიდია და იქამდე ცოტა გავამზადოთ კიდე. Tame Impala-ს კონცერტზე წასვლა, აი მართლა ბავშვობის ოცნება იყო. საერთოდ პატარა რომ ვიყავი, არასოდეს სურვილი არ მქონია, რომ აი კონცერტებზე მივიდო და დიდად არც მე მოგზაურა. ერთადერთი სადაც მინდოდა წასვლა იყო ამერიკა, იმიტომ რომ სულ მინდოდა რეჟისორი ყოფილიყავი. მე რაღაც მომენტში გადავიფიქრე და რაღაც მსახიობობა მომინდა, იმის მერე შიში მაქვს, მართლა რა მინდა ცხოვრებაში და ანუ ეს რაღაც უბრალო ახირება რაც ჩარჩენილი მაქვს თუ მართლა ისაა რაც მინდა რომ აკეთო ვერ ხვდები და მაგათ ამ პატარა ოცნებების იქით მართლა ყოველთვის მინდოდა რომ Tame Impala-ს კონცერტზეც წავსულიყავი, იმიტომ რომ პატარა რომ ვიყავი, პატარა საიგულისხმობ ესე 12-13 წლის მე მგონი ერთი გოგო მომწონდა ძალიან ჩემხელა, რომელსაც ვერ მეგობრებოდი, მაგრამ მას ჩემ დაქალი არ იყო დიდად და იმას უყვარდა Tame Impala და ანუ ჩემი თავი ძალიან cool მეგონა იმის გამო რომ ორივეს მოგწონდა ეს Kevin Parker-ის ბენდი. და ჩემი საყვარელი სიმღერა იყო The Less I Know The Better, რომელიც ანუ აი არ ვიცი, რამდენჯერ მithქვამს რომ ის არის ჩემი საყვარელი, ეს არის ჩემი საყვარელი, გასაგებია რომ ცალკეულად ყოფილი არის, მაგრამ აი The Less I Know The Better-ის ტექსტი იმდენად მიყვარს, რომ აი ხა შემიძლია დავდგე ვიტირო, იმდენად ანუ არ ვიცი, რაღაც კონკრეტულ სიტუაციებს მახსენებს და იმდენად აი გასაგებია ჩემთვის რომ ეს წერს საუბარი და ეხლა ამის მოსმენა თან ისე დროს, როცა მართლა 10 წელი გადის Tame Impala-ს ფანობიდან, იმიტომ რომ ვინც აიცით, იქ სიმღერაში არის ესე ტექსტი, რომ She said it's not now or never, wait 10 years we'll be together. და აი მართლა 10 წელი რო არის გასული. მაგ სიმღერიდან მე 10 წელი დაიწყო უბრალოდ. და მეტი 2015-ის ამ მგონი. ძალიან ცუდად ვარ. ძალიან ემოციურად ვარ. და ის არ ვიცი როგორ გადავიტან ამ საღამოს, ალბათ იმდის ვიტირებ რომ გავაფრენ და vlog-ს რაც შეეხება ვერ გეტყვით რომ ვამონტაჟებ რამდენად აი გული მიფრიალებს და ვხვდები რომ ძალიან მინატრება ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი პრობლემა ის არის რომ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა და აირია ბოლო პერიოდია და მიუხედავად იმისა რომ ახლა ძალიან კარგად ვარ და შემიძლია გავაგრძელო გადაღება, არ ვიცი რა სტილში გადავიღო და როგორ. მე ეს მომწონს, მე ეს რომ ვინმე დადოს და ილაპარაკოს მოვუსმენ და მოინტერესებს, მაგრამ მაინც რაღაც ვფიქრობ, აი დღეს ბოლოს რა არის საინტერესო. იქნებ დავუბრუნდე მალე, მაგრამ რითმში იმდენი კარგი რაღაც მოდის საფულთან ერთად, რომ გადასაღებიც უფრო მეტი იქნება, ამიტომ მაგაზე არ ვნერვიულობ. ახლა გავიკეთებ სამაჯურებს. ცოტას ტელეფონს დავტენი, იმიტომ რომ ისეთი დამტენის თავი მაქვს მარტო ამ აბაზანაში თუ დაიტენება ახლა ჩემი მობილური და გავალ და მაგრამ აი მართლა ვცდილობ რომ შევიდე, აი ახლა კამერის პოზიციაში პირშევს გადავიწე სამჯერ, აი ნეტა ჯვარი მქონდა და ეგეთ რაღაცების სულჯერა რომ აი ჯვარი რო არ მაქვს შეიძლება მაგით არ გამომივიდეს და რაღაცა უნდა შევიდე. ნეტა უნდა შევიდე. No. მოვედი, ჩემი სახლიდან მართლა 10 წუთის გზაზე იყო.
მაგრამ თავიდან აი ამ სტადიონს რომ წრეს ვარ ტყავდი, არავინ არ იყო და მეთქი. აი ხო შეიძლება რა ცოტას ვარ გადაიტანეს. სხვა ქალაქში ხო არა? ეს ისტორიკა მჭირდა. აქ ბევრი ხალხია.